დღეს არის შაბათი 17 იანვარი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 4 იანვარი უკვე 2026 წელი ყველანაირი კალენდრით და დღევანდელი წმინდანების შესახებ მინდა გითხრათ უპირველეს ყოვლისა ვიზეც გვისაუბრია ეს არის დღეს არის ღირსნი მამანი ჩვენი ევაგრე ილია დიაკონე სვანი ეს არის შიო ღვიმელის თანამოღვაწენი და მათ შესახებ ჩვენ გვისაუბრია ეს არის საუბარი 275 დღეს არის ხსენება დაფროსია ну სხვადასხვა ვერსიები არსებობს რომელზეცაც ასევე გვისაუბრია ეს არის ფლავიანუსი მისი მეუღლე და მათი შვილები დემეტრია და ბიბიანა და აი მათზე გვისაუბრია და შესაბამისად დაფროსიაზეც ოღონდ ეს არის მათი წმინდა ნაწილები ფლავიანუსი ბიბიანა და დემეტრიასი აი ხედავთ და ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ მოგზაურდა ჩვენთან თვითონ დემეტრიას წმინდა ნაწილი არა უკეთრობად დაფროსიას წმინდა ნაწილები აი ეს რომელიც ჩაემატება და ალბათ მათი მისი ხსენება დღეს არის დაფროსიასი და ალბათ ერთი საერთო ხატი შეიქმნება მათი აღსარება მაგრამ დღეს კიდევ არის წმინდანების ხსენება რომელიც ამათთან არის დაკავშირებული და ამასაც მოგახსენებთ ახლა იქ რომ მივალთ მაგრამ მე ესე იგი მინდა გადავიდე დღეს განსაკუთრებული ცნობილი დღე არის დღევანდელი რიცხვი იმით რომ დღეს არის კრება 330-თა მოციქულთა და ამის შესახებ მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ ეს არის პირველ რიგში ახლა მე თქვენ გაჩვენებთ გამოსახულებას აი ეს არის გამოსახულება 330-თა მოციქულთა ეს არის ათონური ხელნაწერიდან ეს გამოსახულება ესეთია და შუაში არის მოციქული იაკობი პირველი პატრიარქი იერუსალიმის და არა წერია აქ სახელები ვინ არის ვერც დააწერ ხო ძალიან ბევრია რადგან ასეთი დღე არის რა მოციქულების კრება მე წავიკითხა მათ სახელებს ოღონდ როგორც წერია ჩვენ კალენდარში თუმცა ალბათ ვერ მოვიფიქრე თავიდანვე რომ გამეკეთებინა სრული იდენტიფიცირება სად მოღვაწეობდნენ შემდეგ და რაღაც ჩამონათვალი მაინც ну სიასე იწყება იაკობი ხორციელის მოუფლისა მარკოზ მახარებელი ლუკა მახარებელი და კლეოპა ძმა იოსებ დამწინდველისა კლეოპას ხსენება კიდევ დღეს არის კლეოპას ხსენება ცალკე და აი ხა სიას წავიკითხავ და გადავალ კლეოპაზე და მოგახსენებთ რა გარემოებების გამო შემდეგ შიმეონი ძმა იმისი ბარნაბა იუსია ანუ იოსები ბარსაბა ანუ იუსტი თადეუზი ანანია მთავარდიაკონი სტეფანე ფილიპე შვიდიაკონთაგანი პროხორე შვიდიაკონთაგანი ესენი ტიმონი პარმენი ესენი შვიდიაკონთაგანი მე ამოწერელის ვანქ როდის არის მათი ხსენება ცალკე კიდე და ჩვენ ბევრჯერ მოგვიხსენებია მაგრამ ეხა აღარ ჩამოვთვლი შემდეგ ტიმოთე ტიტე ფილიმონი ონისიმე ეპაფრა არქიპო სილა სილუანი კრისკენტი კრისპი ეპენტი ანდრონიკე სტაკოსი ამპლიუსი ურვანოსი ნარკოსი აპელიუსი არისტობულე იროდიონი აგავი რუფი ასინკრიტე ფლელიანტე ჰერმესი პატროვი ისევ ჰერმესი ლინი ეს მეორე პაპირომის პეტრეს შემდეგ გაიოზი ფილოლოგი ლუკა იასონი ეს სხვა ლუკა კიდე
იასონი, სოსიპატრე იოიმპიანო ოლიმპანი, ტერტიუსი, ერასტი, კვარტი, ევოდი, ონისიფორე, კლიმენტი, სოსთენი, აპოლო, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კარპოსი, კოდრატე, მარკოზი, იგივე იოანე, არისტარქოსი, პუდი, ტროფიმე, მარკოზი, ბარნაბას, მისული, არტემი, აკვილა, ფორტუნატიანი, აქაიკი, კეფა და სვიმეონი, ნიგერად წოდებული. ეს არის ჩამონათვალი ამათი, ჩამონათვალი და მინდა გითხრათ, რომ უცნაურია თითქოს აი ყველაფერი უნდა ვიცოდეთ მათ 70 მოციქულია, რომელიც იცნო უფალმა გამოირჩია, ვინც პირადად უფალს იცნობდა, მაგრამ ზოგი შესახებ ვიცით, ზოგი შესახებ არ ვიცით და ზოგი შესახებ ცოტა ვიცით. და სხვათა შორის 70 კი არა, 12 მოციქულის შესახებაც აი ბოლომდე არა გვაქვს ცოდნა, ესე რომ ვთქვათ. ბოლომდე ზუსტი რაღაცა ვარაუდებია, რაღაცა სხვაობებია. მოკლედ აი რაღაც უცნაურია, მაგრამ აი არ შემოგვრჩა ეს ყველაფერი სიზუსტით. თუმცა რა თქმა უნდა, გვაქვს კი არა და უცნაურობა უნდა გითხრათ. მე ახლა გავიგე ეს ამბავი. დღეს არის კლეოპას ხსენება, მოციქული კლეოპა 70-თაგანი და ორჯერ არის კლეოპა ნახსენები სახარებაში და ერთხელ ესე იგი არის ნახსენები, როდესაც ჯვარცმისას მოხსენებულია, ვინ იდგა იესოსთან და ეს არის იოანეს 19 თავის 25 მუხლი. დგეს ჯვარსამოსთანა იესოსა დედა იმისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და დაი დედისამისისა მარიამ კლეოპასი. მარიამ კლეოპასისია და აქ იგულისხმება, რომ კლეოპას ცოლზეა, კლეოპას ცოლ მარიამზეა ლაპარაკი. ამას ყველაფერს მოგიყვებით, რატო ამბობ, მაგრამ მეორე, სადაც მოხსენებული არის, როდესაც ორი მოციქული მიდიოდა ჯვარცმის შემდეგ, ესე იგი იერუსალიმიდან ქალაქ ემაუსში, აი გზაზე გამოეცხადათ და აქ ორი მოციქული თავიდან ესე ნათქვამი და მიუგო ერთმანმა მათგანმა. აი წა გითხავთ, რომელისა სახელი კლეოპა და რქომა, შენ ხოლო მწირხარ იერუსალიმს, არასცანა რა ესე იქნა მას ამ დღეთა, მაშინ ამ დღეთა. ესე იგი ეს კლეოპამ უთხრა იესოს. ოღონდ მეორე მოციქულის სახელი არ არის დაზუსტებული და ამაზე არის სხვადასხვა შორის დიდი ასთა სხვადასხვაობა. თუმცა ძირითადი მთავარი ტრადიცია მაინც არის, რომ ეს არის ლუკა. ეს ყველამ ესე ვიცით, რომ ლუკა და კლეოპა, თუმცა თურმე აქაც არ წერია, რომ ეს ლუკაა და თუმცა აქ არის სხვათა შორის აქ არის ბევრი, სხვადასხვა აზრი. შეიძლება ეს ყოფილიყო პეტრე მოციქულიც კი შეიძლება და ყოფილიყო ერთ-ერთი წმინდა მამა ესე ამბობს. ლუკა, მაგრამ ჩვენ ახლა კლეოპაზე ვსაუბრობთ და კიდევ არის ძალიან საინტერესო რამ, რომელიცაც ყურადღებას აქცევს ნეტარი იერონიმე. ესენი როდესაც ჩავიდნენ ემაუსში, სახლი, რომელშიც შევიდნენ, იყო კლეოპას სახლი. ხა ვინ იყო კლეოპა მოგახსენებთ, რა ვიცით, ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ კლეოპაზეც და მაგრამ ესე და რო შევიდნენ, ეს იყო კლეოპას სახლი და იქ წერია ეს სახარებაში, რომ განტეხა პური მაცხოვარმა მისცა და აეხილა თვალი ამათ, რომ მიხვდნენ, რომ ეს არის იესო და ამის შემდეგ იესო გაუჩინარდა და აქ კიდევ ახლა უცებ ხაზს გაუსვამ ერთს, რომ ასევე ესეთი განმარტებლები ამ ადგილის აღნიშნავენ ერთმანეთ, რომ ამათ რა გააკეთეს ლუკამ და კლეოპამ, რომ წირი არ იცოდნენ ვინ იყო და რომ ჩავიდნენ არ გაუშვეს. ეს თავის გზაზე მიდიოდა, იძახდა რომ წავალო
იესო რო იყო არ იცოდნენ, ხო? ნუ გზავრი დაემგზავრათ, რომ საინტერესო პიროვნება იყო, იმიტომ ის რაღაცა ველაპარაკო გზაში ამათ რო რაღაცა და ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც მინდა არაფრით არ გაუშვეს, ერთი ლუკმა შეჭამეო დარჩი რაღაც ესე და რო გაშალეს იქ რაც ჰქონდათ საშუალება რის ჰქონდა, პური გატეხა უფალმა და აზიარა ფაქტიურად რა, აზიარა და აეხილა თვალი და აი ეგ ესენი მამები ამბობენ რომ აი ეს ლიტურგიაა ფაქტიურად, ხო? აზიარა. ხო და ამითი აკურთხა ემაუსში პირველი ეკლესია. ანუ ქალაქ ემაუსში პირველი ტაძარი გახდა კლეოპას სახლი. ნუ ეხლა მე გაჩვენებთ მინიატურები რა გაგვაჩნია. ეს არის რავენა. აი რავენა როგორ გამოეცხადა იესო, აი ეს არის კლეოპა აქეთ, აი ეს არის კლეოპა. გადიდებულს გაჩვენებთ ახლა კლეოპას, აი ეს არის ერთი გამოსახულება კლეოპასი. ნამდვილად ზუსტად რო კლეოპა რო ვიცით, თორე 70 მოციქულის კრებულში არის რა თქმა უნდა და მეორე არის ძალიან საინტერესო გამოსახულება ესეთივე გზაზე. ეს არის ეგრეთ წოდებული ეკბერტის კოდექსი. ეკბერტის კოდექსი მე-10 საუკუნეა. აი ესეთი მინიატურა აწერია კიდევაც ლურჯი მოსახსხამში არის ლუკა, აი კლეოპა რომელიც უფალს ელაპარაკება და შემდეგ აი ეს არის კიდევ გონი აი ასეთი კი არ არის ხოლგან არსად. ნუ მე არ მინახავს ხო შემთხვევაში. აი ტრაპეზი მათი. ეს არის ტრაპეზი ემაუსში ესე ქვია ამ გამოსახულებას. ნუ ჩანს ხო აი ლუკა და კლეოპა. ლუკას თავი აქ დახრილი და კლეოპა აქეთ ხარეს. ეს მეწამულ მოსასხამში. აი ეს. ნუ ეხლა რაც ვიცით. ნუ სხვადასხვა წინა მამების გამონათქვამები არის, ევსევი კესარიელი გვისაუბრია, ამბობს, რომ კლეოპა იყო იოსებ დამწინდელის ძმა. იოსებ დამწინდელის ძმა და დაქორწინებული იყო მარიამზე და მათი შვილი, ესე ამბობს ევსევი კესარიელი, მათი შვილი სიმეონი იყო იერუსალიმის მეორე პატრიარქი და რომელიც მოწამეობრივად აღესრულა. თუმცა ახლა მე კიდევ მოგახსენებთ, არის აზრი, რომ თვითონ კლეოპა იყო იერუსალიმის მეორე პატრიარქი იაკობის შემდეგ. ეპიფანე კვიპრელი ამბობს, რომ ესე იგი ამათი მამა კლეოპასი და იოსებ დამწინდველის მის სახელს ასახელებს იაკობ პანტერ, იაკობ პანთერი. მეც არაფერს არ ამბობს, პანთერ ეს არის პანტერა ქართულად. ესეთი ზედმეტსახელი ყვეტყობა. შემდეგ ნეტარი იერონიმე და იონე ოქროპირი ამბობენ, რომ ამ კლეოპას და მარიამს ყავდათ შვილები იაკობი, იოსები და იუდა. და ეს იაკობი არის შვილი, იაკობი არის იერუსალიმის პირველი პატრიარქი. იცით რა, ბევრი სხვადასხვა მამებს სხვადასხვანაირი გამონათქვამები აქვს და პირველი პატრიარქი იყო იაკობი და მისი მამა კლეოპა გახდა მერე მეორე პატრიარქი. ნუ აი ესეთი იდეა. შემდეგ ესე იგი არსებობს 530 წლის ჩანაწერები თუ წიგნი, ეს არის ლათინი დასავლეთის ეკლესიიდან არქიდიაკონი თეოდოსი, რომელიც აღწერს წმინდა მიწის განლაგებას და იმას უწერია, რომ კლეოპა მოწამეობრივად აღესრულა იმავე ადგილას, სადაც მათ ემაუსისკენ მიმავალთ ლუკას და კლეოპას გამოეცხადათ უფალი. აი მათ სადაც დაელაპარაკა კლეოპა, სადაც უფალს დაელაპარაკა, რომ არც იცოდა ჯერ ვინ იყო, აი იმ ადგილზე აღესრულა მოწამეობრივად, იმ ადგილზე მოკლეს.
შემდეგ ქრონიკები არის მე-10 საუკუნის, რომლის ავტორი არის სიმეონ ლოგოფეტი და კლეოპატრა ამბობს, რომ უფლის ნათესავი იყო და მოკლედ ხარაც ვიცით იმას ამბობს, რომ აღდგომის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა იხილა უფალი და მერე მოგვიანებით მეორე ეპისკოპოსი გახდა იერუსალიმის და მისი ცოლი მარიამი იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და, ნახევარდა ცხადია. შემდეგ კლეოპა მიცხოვრა 120 წელი. 120 წელი და ესე იგი იმპერატორი დომიციანე, რომის იმპერატორი დომიციანეს და ესე იგი მას შეასვა ძალით შხამი. ეს იყო გველის შხამი და კიდევ მორიელის და რაღაც ესეთი იმების და აი სახარებაში წერია, რომ შხამის კი ვერაფერს დაგაკლებსო და მართლა შესვა შხამი და არაფერი არ დაემართა, თუმცა მოწამეობრივად აღესრულა მოგვიანებით იმპერატორ ტრაიანეს დევნის დროს გააკრეს ჯვარზე და შემდეგ აი მთავარი რაღაცა უნდა გითხრათ, რომ სინას კოდექსის მიხედვით მე-19 საუკუნის კლეოპას ხსენება იყო 4 იანვარს დღეს ძველთაგან და იმის გამო რომ სწორედ კლეოპას ხსენება იყო დღეს 4 იანვარს დააწეს ეს 70 მოციქულთა კრება. აი ამ დღეს კლეოპას გამო, ანუ დღეს არის კრება წმინდათა მოციქულთა, მაგრამ სინამდვილეში ეს კრება იმიტომ დაწესდა, რომ კლეოპას ხსენება იყო. აი ამის თქმა მინდოდა თავიდანვე. და კიდევ ესე იგი, რომ ჩვენ სია წავიკითხეთ მოციქულების ეხლა და ყურადღება მინდა მეგაქცევინოთ, ესეც ხაზგასმულია, რომ მოციქულთა სიაში კლეოპა არის მე-4 ადგილას. ესე იგი, იაკობი იერუსალიმის პირველი პატრიარქი, მარკოზი, ლუკა მე-3 ადგილას და მე-4-ზე არის კლეოპა და სხვანი. მოკლედ ეს არის ძირითადად კლეოპას შესახებ, შემდეგ აი ნამცეცი გვაქვს კლეოპასი ესეთი. ესეთი ნამცეცი გვაქვს კლეოპასი და მე არ მიჩვენებია და ეხლა გაჩვენებთ აი ამ ჭურჭელში ჩვენ ვინახავთ 330 მოციქულთა წმინდა ნაწილებს, რომელთაგან უკვე ბევრი ეხლა ჩაგახედებთ ჩიგით როგორია. აი ეს რომელთაგან ბევრი უკვე გადაბრძანებული არის ხატებში. ასევე ეს არ არის სრული მათი ნაკრები მოციქულების. თანდათანობით იმედია საერთოდ გადაინაცვლებენ. ხატებში ყველაზე კარგი სანაწილე მაინც დრო მაჩვენა, რომ აღმოჩნდა ხატი, რომელშიც არის ჩაბრძანებული წმინდა ნაწილი. ამითი მოციქულების შესახებ დავამთავრებ და გადავდივართ, ესე იგი ჩვენ დღეს არის ხსენება წმინდანების, ეს არის წმინდანების ჯგუფი ჰერმეტი, აგეუსი და გაიუსი, ბონონია არის ქალაქი იტალიაში, ილირიკის პროვინცია იყო ადრე, დღეს არის ეს ვიდინი ბულგარეთში, ესე არის ამ ადგილს ესე ქვია და მათი თაყვანისება განსაკუთრებით აღესრულება ქალაქ ბოლონიაში, იტალიაში და სადაც მათ აუშენეს წმინდა ვიტალის კარიბჭესთან აუშენეს ტაძარი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს 1798 წელს დაანგრიეს. აი არაფერი მეტი არ ვიცით მათ შესახებ, მაგრამ გვაქვს წმინდა ნაწილები, აი ეს არის მათი წმინდა ნაწილები, აი შედარებით დიდი ფრაგმენტია, ნახეთ. ეს არის წმინდა მოწამე გაიუსი და ეს არის წმინდა მოწამე აგიუსი. აი ეს.
და გადავდივარ ახლა ისევ სხვა წმინდანებზე. ეს არის წმინდა ღვთისმოწამე პრისკუსი, დიაკონი პრისცილიანე და ბენედიქტა ქალწული, ჩვენ მიხსენები აღოთ ის სხვა ბენედიქტა იყო, ბენედიქტა ქალწული რომაელი. და ეს არის 401 წელი, ეს არის 401 კი არა, დღეს არის ხსენება, 362 წელი არის და აი ეს რაც მოგახსენეთ, ეს არის ნახსენები, ესენი ნახსენებია, მეტი არაფერი არ ვიცით, სწორედ აი ამ დემეტრიას კი არა, თავიდან ფლავიანუსი, დაფროსია და მათი შვილები დემეტრია და ბიბიანა. აი ეს ოჯახი არის განსაკუთრებული, წმინდა ოჯახი ესე ქვია ამ ოჯახს. წმინდა ოჯახი, წმინდა ოჯახის მე ადრე ამ როდესაც ბიბიანაზე საუბრობდით, ეს არის როგორც მოგახსენეთ ახლავე, ესე იგი ეს არის ბიბიანაზე ჩვენ რო ვისაუბრეთ, ეს არის 321 საუბარი და იქ არ მიხსენებია ესენი, მაგრამ ცხოვრებაში არიან ნახსენები, ეთყობა რაღაც მაინდა-მაინც, იქ არ არის ხაზგასმული, მე მოგვიანებით კი არა, როდესაც ამათ შესახებ ვკითხულობდი, ესენი ეხლა ვინ არიან? ესე იგი, ფლავიანუსი ამათ გულისთვის დაიჭირეს და აწამეს ფლავიანუსი, ოჯახის მამა, იმიტომ რომ ამათ ესენი მოწამეობრივად აღესრულენ და ამათ საფლავს ეძებდა ფლავიანუსი და ამ დროს შეიპყრეს. აი ეს არის რაც ვიცით მათ შესახებ და შემდეგ ეს იულიანე განდგომელის დრო არის და ეს ფლავიანუსის ოჯახიც მაშინ დახოცეს და ყველანი 4-ვენი და ეხლა ესენი, ესე იგი ეს პრისკუსის წმინდა ნაწილები არის სანტა მარია დელ პოპოლო რომში და ბენედიქტასი არის სანტა ლუჩია სელჩიში, ეს არის რომში ეს ყველაფერი, ესეც უნდა გაჩვენოთ ახლა. ეს არის პრისკუსის წმინდა ნაწილი, ესე და ეს არის აი ბენედიქტა რომაელი, ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ ვისაუბრეთ ბენედიქტა რომაელზე, ოღონდ სხვაზე. ეს არის ბენედიქტა რომაელი, რომელიც იულიანე განდგომელის დროს აღესრულა და ეხლა კიდევ შემდეგი წმინდანი, ვის შესახებაც მინდა გითხრათ, ისევ გითხრათ, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცით, ეს არის აფრიკელი მოწამეების ჯგუფი, 484 წელს აწამეს, ეს არის აკვილიანუსი, გემინიუსი, ევგენიუსი, მარკიანე, კვინტუსი, თეოდოტე, ტრიფონი და ვანდალების მეფე ჰუნერიხ არიანელი იყო, არიოზის მიმდევარი და აი ჰუნერიხის დროს აწამეს, აი ეს არის ტრიფონის წმინდა ნაწილი, აი ნამცეცი გვაქვს, სულ პატარა ნამცეცი. და შემდეგი ეს არის აკვილა დიაკონი, პეჩორელი, ღირსი მამა, აკვილა დიაკონი, რომელზეც ასევე ძალიან ცოტა რამ ვიცით, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა ეს კაცრი მარხვა, მივიდა თვითონ ამ კიევის ქვაბთა მონასტერში, კივიო-პეჩორსკაია ლავრა აღიკვეცა და ესე იგი ძალიან კაცრად ცხოვრობდა, თამდაბალი იყო, ძალიან მორჩილი
და ესე წერია მის შესახებ ხელნაწერში, ლავრის ხელნაწერში, რომ ღირსი აკვილა იყო დიაკონი, მარხველი და არასოდეს არ უჭამია შემწვარ მოხრაკული თუ მოხარშული საჭმელი და არა და ეგ კი არა და უხეში საჭმელიც არასოდეს არ უჭამია, აი თქვათ ესე ძირითადად მოკლედ მისი საკვები იყო სეფისკვერი ერთი სეფისკვერი კვირაში. აი ამით იკვებებოდა, ეს არის მის შესახებ ცნობილი, რის გამოც მას მიენიჭა ნეტარება ცათა სასუფეველში და დღეს არის მისი ხსენება, ესე ხო არაფერი ვიცით და დღეს არის მისი ხსენება, იმიტომ რომ მოციქული სარქმერი სახელი ერქვა აკვილასი 3:30-განის და ეს გვიან შექმნილი გამოსახულება, რომელიც რა თქმა უნდა რეალობას არ ასახავს, ეს არის აკვილა დიაკონი. და მისი წმინდა ნაწილი არის, აი ხა გაჩვენებთ სანთელს მივიტან აქა. აქ არის კიევის გვაბთა ღვიმეში დავანებულთა, აი ეს ჩანს ხო? ჩანს იმედი. აი ეს არის, ეს სანთელი სადაც არის. კიევის გვაბთა ღვიმეში დავანებულთა წმინდა ნაწილები 78 წმინდა ნაწილი გვაქვს აქ ჩვენ ამ სანაწილეში. მე კი გადავდივარ ეხლა და უკვე გადავდივარ ხვალინდელი წმინდანია, ხვალინდელი წმინდანები ჩვენ ძირითადად მოთხრობილი გვაქვს 5 იანვრის. მოკლედ არა გვაქვს მოთხრობილი წმინდა აი ნაწილს გაჩვენებთ. ეს არის წმინდა ტელესფოროს, აი აქ ამაშია, ნუ ამ სანაწილეში აღარ გავხსნი. ისე ნახავობა მაინც. წმინდა ტელესფოროს რომის პაპი. კი არის ნამდვილად. როც შემეპარა უცებეჭვი, მაინც შევამოწმეთ. ტელესფოროს რომის პაპი, რომელიც იყო რომის მეშვიდე პაპი 128-138 წლებში. წმინდა სიქსტუს პირველის მემკვიდრე და წინამორბედი წმინდა ჰიგინუს რომის პაპის, ასევე წმინდანის, რომელიც მოწამეობრივად ღირსეულად აღესრულა და ეს არის ესე იგი უძველეს ხელნაწერებში არის დაფიქსირებული მეორე ესე იგი ეს ხომ მეშვიდე პაპია, მაგრამ სხვა პაპები არ არის დაფიქსირებული ამ ძველ ხელნაწერებში, უძველეს ხელნაწერებში და ეს არის პეტრე მოციქულის შემდეგ წარმოშობით იყო ბერძენი, ტელესფოროს და დაიბადა ქალაქ ტერანოვა და სიბარი, კალაბრიის რეგიონი, იტალიაში და სანამ რომის პაპი გახდებოდა, მანამდე იყო განდეგილი, ანუ ესეთი სიტყვა იხმარება ანაჰორიტი და მოღვაწეობდა რასაც გეუბნებით, რა თქმა უნდა, ეს გადმოცემა დაბეჯითებით ვერ მოგვთ. კარმელის მთაზე, სადაც ილია წინასწარმეტყველი მოღვაწეობდა იერუსალიმთან შორი ახლოს და ესეც არ არის ზუსტი, მაგრამ ამბობენ, რომ დიდი წმინდა მარხვა მან დააარსა საერთოდ. აი ეს 59-დღიანი მარხვა მისი დაარსებულია. ასევე ის რომ ჩვენ ყოველ კვირა დღეს აღნიშნავთ აღდგომის არ არის ყოველი კვირა აღდგომის დღესასწაულია, ესე ჩამოილოცება მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემან. ეს არის ამისი დაწესებული და ასევე შობის წინ დააწესა ღამისთევის ლოცვა. 3 დღე შობის წინ ღამისთევის ლოცვა დაარსა. და ასევე საგალობელი დიდება მაღალთა შინაღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცსაშორისათნობა, რომელიც ყოველ ცისკარზე იგალობება, ამისი დაწესებულია. 2 იანვარს აღესრულა მოწამეობრივად და ამავე დღეს დაასაფლავეს
ვატიკანის ბაზილიკაში პეტრე მოციქულის გვერდით, როგორც პირველი ადრეული ეპისკოპოსები რომის, ანუ რომის პაპებს ესე ასაფლავებდნენ ხოლმე და გვაქვს გამოსახულება სხვათა შორის ორი. აი ნახეთ, ეს გეტყვით ძალიანაც არის, მაგრამ ის არის გვიანდელია, ვიტრაჟებია რა, ერთი ერთ ტაძარში, მეორეში დიდი მნიშვნელობა გონი არა აქვს ამას. მაგრამ ეს არის ერთი ვიტრაჟი და ეს არის მეორე. ესეც ვიტრაჟი. გვიანდელი გამოსახულება რომის პაპის ტელესფოროსის. და შეგვეციოს მისი მადლი და გადავდივარ ეს ახლა აი ვიპოვე ეს არის დეფენდენტი წმინდა დეფენდენტი ეხა იმისი ხსენება ტელესფოროსის კვირას იყო ხო ხვალინდელ დღეს ეს კიდე პირიქით ეს არის დღეს ხო 4 რიცხვია და ამისი არის 2 იანვარს ხსენება ამ დეფენდენტის მაგრამ აღარ გადავდე მაინც ბარემ თუ თან არაფერი ვიცით მაინც და ამიტომ ორიოდე სიტყვით მის შესახებ გეტყვით ესეც გვიან მობძანდა ჩვენთან ეს წმინდა ნაწილი ეს არის წმინდა დეფენდენტი და მოიაზრება რომ ეს იყო თებეს ლეგიონერი თებეს ლეგიონერი რომელიც ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი რომ ძირითადად კი ეს 6600 ადამიანი ძირითადად აგაუნში ანუ ვეროლი არის ადგილი სადაც დახოცეს ესენი და რამდენიმე რაღაცა ნაწილი სხვადასხვა ადგილებში იყო გაგზავნილი და ეს იყო გაგზავნილი საფრანგეთის დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე და ესე იგი იქ აღესრულა მოწამეობრივად საერთოდ თებეს ლეგიონის შესახებ ჩვენ გვისაუბრეთ 30, 31, 35, 36, 37 საუბრები და ფილმი არის მათ შესახებ ამიტომ თებეს ლეგიონი ვინ არის აღარ გავჩერდები ვინ არიან ესენი მაგრამ ნუ მარსელთან ახლოს აღესრულა და აქაც რაღაცა ესეთი არ არის სიზუსტე ეპისკოპოსმა თეოდორემ დაასაფლავა ესე არის ნუ რაღაცა გადმოცემა თუმცა ეპისკოპოსი თეოდორე არ მარსელის ეპისკოპოსად არ არის ცნობილი იმ პერიოდში რა მოგვიანებით იყო ესე იგი აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რომ როდესაც ესენი ლეგიონი თებეს ლეგიონი დახოცეს ამ ვეროლიეს ველზე ჩვენ ნამყოფი ვართ სიგლეთ ნახოთ ეს ამ რა ჩამოთვალე ამ საუბრებში 50 წელი ესენი იყვნენ ესე არავინ არ იცოდა იქ რა მოხდა მერე გაიგეს 50 წლის მერე ეპისკოპოსმა თეოდორემ იპოვა ეს წინა ნაწილი იმიტომ რომ მდინარე რონას ნაპირზე იყო რომელიც ჩამორეცხა ხო და იცით რა არის აქ ძალიან საინტერესო რომ აქ იყო ამათან ერთად ვიქტორი მეუმარი რომელიც არ იყო თებეს ლეგიონერი და რომელიც მოდიოდა თავისთვის და საოცარი ამბავია ესა და აი ერთ წამში მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ რომ სუმზად იყო და ვინ უკითხეს ვინ ახლა რაღაცა და იქვე მოკლეს ოღონდ არავინ არ იცოდა ეს ვინ არის და ესეც აი როგორ არის იცით აი ადამიანს მაინც უნდა ალბათ ხო რაღაცა რომ ისე არ მოკვდეს აი უნდა რომ გაიგონ ადამიანებმა და ეს ვიქტორია ამაზე არ ფიქრობდა და არც თებეს ლეგიონერები ფიქრობდნენ ამაზე, იმიტომ რომ ფაქტია რა, რომ ესე იგი ისინი დახოცეს 50 წლის მერე ეპისკოპოსმა აღმოაჩინა და თანდათანობით გაირკვა მთელი ისტორია ამისი და გადააბრძანა მათი წმინდა ნაწილები ააშენა იქ სამრეკლო და აგაუნი ერქვა ადრე და ეხა ქვია სენ-მორისი იმ ადგილს. მონასტერია, ამათი წმინდა ნაწილები იქ არის და მოკლედ ყველაფერი დეტალურად არის ცნობილი. ის ქვაც კი არის ვეროლიაში პატარა ტაძარი დგას, ის ქვაც კი არის შემონახული, სადაც მავრიციუს თავი მოკვეთეს. ხო და იმას ვამბობდი, რომ ესეც ესე დაიღუპა, მაგრამ აი დღეს ჩვენ მის შესახებ საუბრობთ, ეს არის დეფენდენტი. გვიანდელი გამოსახულებები არის
მისი სახელობის ტაძარი არის ორ სხვადასხვა ადგილას იტალიაში ეს არის ეს ერთი გამოსახულება ამ დეფენდენტის და მეორე გამოსახულება არის ესეთი აი ესე და შეგვეციოს მისი მადლი აი ეს არის ესე იგი მისი წმინდა ნაწილები აი ესეთი აცეცები მაგრამ შედარებით უფრო აი ეს ჩანს ეს შეგვეციოს მისი მადლი და მე კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ახლა ვის შესახებ ბევრი იყვნენ დღეს და ვის შესახებ ვისაუბრეთ ესე იგი დღეს არის ხსენება ევაგრე ილია დიაკონის ევაგრესი ილია დიაკონის შიუმღვიმელის თანამოღვაწეების ეს არის 275 საუბარი დღეს არის ხსენება დაფროსია რომაელის ეს არის საუბარი 21 ასევე პრისკუსის და ბენედიქტა რომაელების ვიზაც მოგიყევით რომელიც ამ მაცხოვრებაში ნახსენები ამ დაფროსიას და ფლავიანეს და ბიბიანას ეს არის 321 და დემეტრიასის 321 საუბარი შემდეგ დღეს არის კრება წმინდათა მოციქულთა 330-თა და ამაზე მოგიყევით ცოტათი და დღეს არის მოციქული კლეოპასი რომელიც მოციქულთა სიაში მეოთხე არის და იმ კლეოპას ხსენება რო იყო დღეს 4 იანვარს ამიტომ დაწესდა 330-თა მოციქულთა კრება ასევე მოწამენი აგიუსი უბრალოდ აგეიუსი და გაიუსი ბონონიელები ტრიფონ აფრიკელი მოწამე წმინდა აკვილა პეჩორელი და კიდევ ჩვენ ხვალიდელ წმინდანებზე მოგახსენეთ ტელესფოროს რომის პაპზე და ასევე გუშინ წინდელ 2 იანვარს ხსენება დეფენდენტ თებეს ლეგიონერზე და ამით კი დღეს დაგემშვიდობებით ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი